ვიცი ამ ზესუმზირები ვან გოგის ბოდიში. თოხი და ვარი კარგად ვიცი რა. საყდურებით ნუ დავიწყებთ ეპიზოდს შეიძლება? მოუხესხებელი ხარ რა. კოღუება შემჭამეს. ერთს გთხოვ, თმას ესე ვიზავ და ეს მოიხე რა. გამარჯობა. მე თეო ვარ, ჟურნალისტი და ამბების შემგროვებელი. ეს კი ჩვენი YouTube არხი მოუბარია, რომელსაც ჩემს მეგობართან და არაჩვეულებრივ ოპერატორთან ზურასთან ერთად ვაკეთებ. ჩემი აზრით ყველაზე კარგი სანახავი არის, როცა ადამიანი აკეთებს იმ საქმეს, რაც ძალიან უყვარს. და ჩემი დღევანდელი პერსონაჟი, ჩვენი ეპიზოდის პერსონაჟი არის ზუსტად ესეთი ადამიანი. მე მგონი ამ პრინციპით შევარჩიე არც. ეს არის ადამიანი, ახალგაზრდა ფერმერი, რომელსაც გარდა იმისა, რომ აქვს ბიომეურნეობა სამყურა წნორში, გარდა ამისა აქვს სიცოცხლის განსაკუთრებული სიყვარული, განსაკუთრებული ენერგია, პოზიტიური და გადამდები ხალისი საქმის და შრომის. და ზუსტად ამ ყველაფერს მოგვიყვება თვითონ. ეხლა შევხვდებით ცოტა ხანში, ეს მზესუმზირაც მისი მეურნეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრი, ძალიან უცხო და ეგზოტიკური და საინტერესო კულტურა აქვს. გაშენებული, ზუკი არ დამემტვრა. ხა და მოკლედ მოგიყვებით ამ ყველაფერს და გაჩვენებთ მთელი თავისი ისტორიით, შთაგონებით და ფილოსოფიით. ერთი მზესუმზირა მოვიპარე მარტო. როგორ ხარ? კარგად. თავად ეს მიკროფონი ჩვენი დიალოგისთვის. წავიდეთ ახლა. წავიდეთ აბა ერთი. შენ ზირითად მეურნეობაში წავიდეთ, როგორც ვიცი, მოშორებით გაქვს ძალიან ბევრი კულტურა ერთად. და ხოვით 1 კილომეტრში აქეთ. ისა ეს მიკროფონად ხوار დავიტოვოთ. მომწონს რაღაცას. შრომა რეალურად ფასდება რა, ვინც შრომობს და ვინც ერთი მიმართულებით მიდის. ან წარმატების ფორმულა ეგ არის, დაუღალავ შრომა და ერთი მიმართულებით სიარული რა. ანუ მიზნისკენ უნდა იქით რაღაცას მიედი, აქეთ რაღაცას მოედე, ისა საერთო ჯამში ანუ იმ მიზნამდე გაშორებს რა და ამიტომ ჩემი ცხოვრების რაღაც ისეთი მამოტივირებელი ის არის, რომ ძალა და აი ამ სიცხეში თუნდაც მუშაობა ყოველდღე რადგან ის არის, რომ ანუ არ შევჩერდე რა, მუდმივად მუშაობა და შანსი არ არის, რომ ან წარმატება არ მოვიდეს, უბრალოდ გამორიცხული. აი გამორიცხული 1% შანსი არ არსებობს. ეხლა თუ არ მოვკვდი ხო რა, ეგა გამოგონების ამბავი არ არის, რომ უცებ რაღაცა შენი გაყიდვები გაიზარდოს და უცებ დიდი ფული იშოვო რა. ანუ ამ მეურნეობას ან დრო ჭირდება რა, რომ რაღაც ხო დააგრო ეს ფინანსები დააგრო და გააკეთო ის რაც საბოლოო ჯამში გინდა რა და მე საბოლოო ჯამში ფინანსები მაჩერებს რა იდეებიც მაქვს და მაგრამ მაგაზე არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი რომ იქნება რა, ან ფინანსებიც იქნება და ისიც იქნება რაც მე მინდა რა. 7 წელი აკეთებ ამ ყველაფერს, ხო? კი, მე 7 წელია უკვე. თუ გახსოვს, ეხლა ბევრი დროა გასული, მაგრამ ის გახსოვს თავიდან საერთოდ რატომ მოინდომე, რომ რაღაც მეურნეობა გქონოდა და რაღაცები გეწარმოებინა, აი რა იყო мотиваცია? мотиваცია რეალურად საკუთარი ჯანმრთელობა იყო და ამ სფეროთი, როგორც სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესება რა, აგრარში ჩავაბარე მაგის გამო და მე მაგის მერე წამოვედი აქეთ რა. და ჩემი მიზანი საერთო ჯამში ის იყო, რომ მან ჯანსაღი პროდუქცია შემექმნა რა, იმიტომ რომ თბილისში რო ცხოვრობდი, არ ვიცოდი რეალურად რა ვჭამდი და არც არავინ იცის რა სჭამს ეხლა დღეს რა სამწუხაროდ და ჩემი მიზანი ეგ იყო თავიდანვე რა, мотиваცია, რომ ჩემთვის შემექმნა რაღაცა და მე საერთო ჯამში ბაზარზე, ანუ ჩემთვის რო დავიწყე წარმოება, ან მივხვდი რომ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი იყო, ანუ ადამიანებს ძალიან ჭირდებოდა ჯანსაღი კვება და მე დავიწყე რა ნელ-ნელა პირველად ლობიო მოვიყვანე დიდი რაოდენობით რა ვიღაცის შეიძლება არ არის დიდი რაოდენობით, ტონი ნახევარი მოვიყვანე. მე შემოემატა პომიდრები, ბულგარული, ბადრიჯანი, ბროკოლი და ეს ნელ-ნელა და მუდმივად ყოველ წელიწადს ახალ კულტურას ვამატებ რა. ეს რა არის? ეს ლობიო. ლობიოა, ეს არის ლობიო. აგერ ასხია საკმაოდ ბევრი. კაი, არ დაარგინე, ნუ დაკრეფე ხა. ნუ მოაკლებ შენს მოსწავლეს. ეს არის აქვია. ანუ ყიდვის დროს მომხმარებელი აქცეს ხოლმე ყურადღებას აქვს თუ არა ძაფი. არ აქვს ეს. აუ რა მაგარი მაგრა ვიტანჯები. იმ ძაფების რჩევით მაგრა ვიტანჯები მეც და ხო და 7 წლის თავზე რეალურად ეხა უკვე იმ ეტაპზე ვარო
უკვე ძალიან სწრაფად უნდა განვითარდე. ანუ 7 წლამდე რეალურად არც სათბურები რო არ მქონდა არც აი ძალიან ნელა ვითარდებოდი რა, აი ძალიან ნელა რა და საერთო ჯამში აი როგორ ვიყავი ხოლმე იცი რა, აი უფრო მეტად სიამოვნებას უფრო ვიღებდი ვიდრე განვითარებას რა. ანუ განვითარებას ბიზნეს კუთხით, მეურნეობის განვითარებას და ეხა უკვე რეალურად მეურნეობას ვანვითარებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა, ძალიან დიდი და ფიზიკურად ვერ ავდივარ რა ყოფილობ რა და ეხა ჩემი მიზანი საერთო ჯამში ის არის რომ აი სათბურების მიმართულება ავიღო და სათბურებზე გადავერთო, იმიტომ რომ აი სათბური მუდმივობას უმძენს და ფინანსურადაც ისეთია რა, თან დაზღვეული ვარ ყველაფრისგან, სეტყვა წვიმა, ქარი, ვერაფერი ვერ მიფუჭებს და დაავადებაც და მავნებელი შედარებით ნაკლებია სათბურში ვიდრე ღია გუნდში. ფაქტია რომ ეხა შენს მეურნეობას იცნობენ ბაზარზე და როგორც ახსენე მოთხოვნაც ძალიან დიდია, ხო? აი ეს მინდა რომ გაგვიზიარო და გაუზიარო მაყურებელს როგორ შექმენი რაღაცა შენი ბრენდი, შენი პროდუქტი, ესე რომ ვთქვათ, როგორ წარადგინე ბაზარზე, აი ეს გზა როგორ გაიარე მომხმარებლამდე მისასვლელი. Facebook-ის საშუალებით გავაკეთე ყველაფერი, ვიდეოებს წერდი და ამ ვიდეოებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩემი ეს იმიტომ რომ აი ამ საქმე მიყვარს და ამ სფეროში ძალიან დიდი სიყვარულითა ვარ ჩართულია და ეგ არის მთავარი, იგრძნობა კი ყველა ვიდეოში იგრძნობა ჩემი აზრით და აი ნებისმიერ საქმეს რო ვაკეთებ ყველაფერს აი ძალიან დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით ვაკეთებ ხოლმე აქ რა და შესაბამისად ვიდეოში სიგრძნობა და საქმეში სიგრძნობა ხოლმე იმიტომ რომ მოსავალში აისახება შესაბამისად მიყვარს ეს საქმე რა და საერთო ჯამში გარემოს დაცვა ადამიანები რაღაც მინდა რომ ეს მიმართულება რაღაც უფრო ფართო მასშტაბით გავიდეს მარტო ანუ ჩემთვის რაღაც მხოლოდ ბოსნაულის წარმოება არ არის რა ეს მეურნეობა საერთო ჯამში ani გარემო საჩვენი საცხოვრებელის შეცვლა რა და დამოკიდებულება ზოგადად ბუნების მიმართ ადამიანის მიმართ რაღაც დედამიწის მიმართ სოფხედროობაა საერთო ჯამში რა ეს რაღაც ჩემი რომელიც მინდა რომ უზიარო მუდმივად ადამიანებს სიჯანსაღია რა ანუ ბიომეურნეობა მაგას გულისხმობს კი ბიომეურნეობა მაგას გულისხმობს რომ აი უნდა იზრუნო რა მარტო მცენარეზე არა ანუ ადამიანზეც რაღაც გარემოზეც ან საერთო ჯამში ხო ან ბიომეურნეობა ეგ არის რა და აჰა რო ვიძახი სოფელი აი ეს ნიახურია ხა სწორად ვცნობ გაგასინჯო აჰა ბადრიჯნები და გაყიდის მე ამ ჩემ გათოხნილ ბადრიჯანს აიო 2 კილო ამით ჭიამაია ეგრევე გაფრინდა აუჩი ზომი ნახე ხო და ბიცეპსია კანხე ხა მითხარი შენი ყოველდღიურობა როგორია ახალგაზრდა ბიჭი ახალგაზრდა საშუალო სტატისტიკური ქართველი ბიჭი და როგორია შენი ნუ მოდი ვთქვათ მოსავლის პერიოდში თუ გინდა არა სეზონზეც ჩემი ყოველდღიურობა არის რომ 5:30-ზე ვიღვიძე მოვდივარ დილას 5:30-ზე ანუ აქ რომელზე იძინებ 10-ზე მე მივდივარ 11-ზე ანუ ეხა სიმართლეა თუ გატყუე მე 11-ზე მივდივარ და ცოტა ხან საჭმელ შევჭამ რაღაცა, მე დავიძინებ 1 საათი ნახევარ 2 საათი. მე გავუღვიძებ და საღამოს ისე 5-ის მერე, ესე 6:30-ისკენ ისე მოვდივარ რა და სანამ დაღამდება ისე შრომობ. და სხვა ცხოვრება? სხვა ცხოვრება წელს არა. წელს არა. მანამდე მაინც უქონდა. მანამდე მქონდა ხოლმე, კი. და წელს უბრალოდ მინდა რომ აი ეს მთელი ჩემი ენერგია რაც კი მაქვს, ჩემი რესურსი აქ ჩავდო, იმიტომ რომ განვითარებაში სხვანაირად ვერ განვითარდები რა ანუ როგორ ფიქრობ რატო არ არის დღეს პოპულარული და მით უმეტეს ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობა აი არ არის მომგებიანი და მაგიტო შენთვის არ არის მომგებიანი ანუ ჩემთვის შეიძლება არის მომგებიანი მაგრამ საერთო ჯამში მე ცოდნაც მაქვს და გამოცდილებაც ძალიან დიდი და ვიცი როგორანაირად და გაყიდვა რეალურად ეს პრობლემა უფრო რა ვიდრე მოყვანა რა იმიტომ რომ ანუ საერთო ჯამში ის გოლები რა, ანუ ძალიან ხო. აი მიწოდების ჯაჭვის კუთხით ხო, ეხა მაგალითად ხო, ჩავარდნებია. ეხა მე შემიძლია საერთო ჯამში რომ მე არ ამყავს რაღაც გადამყიდველი ვინმე, მე ჩემი პირადად ვყიდი ყველაფერს რა და თან ორგანულია რა და საერთო ჯამში ხო მაგიტოა პლუს მაგას გულწრფელადაც რომ მითხრა რაღაცა თუნდაც კომერციული გათვლა ის რომ ნიშა რომელიც იყო უფრო თავისუფალი ის დაგეკავებინა. არა. თავიდან ამაზე არ გიფიქრე, უბრალოდ ესე გამოვიდა. ესე გამოვიდა, არა, ის ნიშა თავისუფალი იყო და დამეკავებინა, არა.
მე მაგაზე თავიდან საერთოდ არ მიფიქრია, ანუ ფინანსურ რაღაცა გათვლები არ მქონია, რომ აი აქ მივალ იქ მივალ. ანუ პროცესებმა მოიტანა ეს ყველაფერი რა, ანუ რასაც ხედავთ, ანუ ყველაფერია პროცესის მოტანილი. ანუ საქმეს რო ვაკეთები, ხო, საქმეს რო ვაკეთებდი საერთო ჯამში, ხო რა, ანუ თავისით მოდიოდა ყველაფერი რა, ანუ ეს იდეებიც, რაღაც განვითარებას, თან მაჩვენებდა თვითონვე რა ბაზარი, რა უნდა მომიყვანა და რა არ უნდა მომიყვანა. ახლა დორიც არის, გოგრაც არის. ბამია, რეჰანია, ბაზილიკია. ბამიას და უცხო სიტყვას ნუმეულები. მე აქეთ გადმოდივართ ეხა ეს ხეივანი, მე ხახვი, მუხუდო, ბარდა, ისა ყაბაყი, ნესვი, ლობიო, პომიდორები და ესე მიუყვება იქ. ანუ სადმე გიწერია ეს როგორი მასა. არა, მაიცი გონი, ანუ ხე. გონები, გონები. ისედაც გახსოვს ყველა. რა სნობა, რა უნდა ვიცნა. ჩემი კი არა. გავლით. აი, მოგიყვანეთ და გადავიღოთ რაღაცა. თორე ჩემი რო იყოს. რა გიჭირს, რა გიჭირს. წყობილი მექნება და ცხოვრება. აი მე არ მომარტყე ეგ თოხი. აი დაამუღამე, ნახე. ხედავ როგორი ნიჭიერი. მე ზოგადად ათვისების უნარი კარგი მაქვს. და ყოველ დღე მინდა რომ ესეთი პომიდორი თოხი უნდა გეჭიროს ყოველ დღეში და. გამომიგზავნე. თოხი. აი გქონია ისეთი შეგრძნება რომ როგორც ამბობ ხარ რომ საათები ჭირდება ამას თელღებს. აი გქონია დავშოთ ცოტა გულის წვეტის მომენტი ან რაღაცა მსგავსი რომ რაღაცას დააკლდი, რაღაც გამოტოვე სხვა. არასოდეს. არასოდეს არ მქონია ეგ პირიქით. მეურნეობას რო ვაკლდები ხოლმე ეგ გულის წვეტა მაქვს უფრო ხოლმე, იმიტომ რომ ან რო ხვდები რომ ის საქმე იმ დღეს რო გამეკეთებინა და რაღაც არ წასულიყავი, ანუ არ მომინდებოდა 3-4 დღე ზედმეტად მუშაობა რა და საერთო ჯამში ან პირიქით მაქვს ხოლმე რა ეგ გულის წვეტა რა და ჩემ მიზნებს რაღაც ფრთებს რო შევასხავ და ოცნებებს. მე სხვა რაღაცებიც იქნება რა და ეხა ამ ეტაპზე ეგ არის საჭირო რომ აქ ვიყო რა და მუდმივი ყურადღება ვაქციე ჩემ მეურნეობას, იმიტომ რომ მოსავლიანობაში ძალიან აისახება რა, ანუ ერთი ხელის დაკლება, ან მოსავლიანობაში აისახება. ეხლა მაგალითად შარშან ბატატი რომ მედგა, ანუ 2 კვალი მედგა შარშან ბატატი არც კი. ანუ თავის დროზე არ გავაკეთე მულჩირება და ვიწვალე რა, ეს მცენარეები ესე ედება ხოლმე 4 მეტრის ისა აქვს, რა ქვია, 4-5 მეტრს ამას იზრდეს ყლორტს რა და მე ვიწვალე იმ კუთხით რომ ეს ავიღე, გუნდში გაუშალე, მე გადმოვწიე ისევ და ეხა უყურე, ეხა რომ გაუფენ მურჩს, ცია მორჩა, ანუ ეწვალება აღარ. მურჩი არის და მიწას რეალურად ფარავ. ცელოფნის მურჩი იქნება, ბალახის მურჩი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ბალახის ძალიან კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ცელოფნის მურჩი უნდა გამოვიყენო. მურჩს აქვს ეფექტი ის, რომ ბალახს არ უშვებს მაღლა და ბალახის მურჩს ის ეფექტი აქვს, რომ ტენიანობას უნარჩუნებს სიგრილეს და საერთო ჯამში აი წვიმაც რომ მოდის, ის წვიმაც მიწას არ ტკეპნეს და აერაცია მუდმივად აქვს. ის მაგას ჭიაყელები ჩნდებიან და მიკროორგანიზმები. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი ამით დავასრულოთ. მე სახლში ბროკოლით და რაღაც კიდევ უცნაური მცენარით ხელდამშვენებული მივდივარ, რაღაც ხუჭუჭა კომბოსტო მგონი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ საინტერესო ადამიანთან შემდეგ ეპიზოდში. გამოგვიწერეთ და გვადევნეთ თვალს. გამოიწერეთ.